დაზარავდნენ, თვალი დაკარგეს. და მე არ ნაცების დროს. ხო და აი მაგიტომ გეუბნები. სხვამხრიდან აშუქებდი და არასოდეს თქვენ ეკითხვა არ დაგისვა. არანაირად სხვამხრიდან არ ვაშუქებდი და 7 ნოემბერს ძალიან კარგად უნდა გახსოვდეთ მაშინ რუსთავიორის პოზიცია. არასოდეს არ გაგიკეთებია თქვენ სიუჟეტი ნაციონალურ მოძრაობის შადენილ სისასტიკეებზე. ლევან მე შემიძლია გაჩვენოთ 7 ნოემბრის სიუჟეტები რუსთავიორი როგორ აშუქებდა იმ ამბავს რა. ძალიან დიდი ბოდიში ხა აგიდათ ხა რამე პოზიცია ქონდა? კი, იმედში რომ შევარდნენ. არ გააგზელეთ მუშაობა? ბატონო ლევან ეხა ძალიან დიდი ბოდიში ეს არის უდიდესი ტყვილი. რუსთავი 2 გაითიშა მაგ დროს. რამდენი ხანი გაითიშა და მაგის მერე თუ გახსოვს ლევან და ძალიან კარგად უნდა გახსოვდეს ახალი არჩევნები დაინიშნა მაგის მერე. ლევან ძალიან კარგად იცი ხა ეს ყველაფერი და აი ეს პროპაგანდა არ გვინდა. დავუბრუნდეთ 20 ივნის.